გამარჯობათ, ძვირფასო მეგობრებო, ეთერში ვართ მელია ბარათაშვილი და აკაკი გოგოლაძე. მოგესალმებით. და დღეს გვაქვს მარსი თხისქაში. 15 დეკემბერს მარსი იცვლის თავის ნიშანს, მშვილდოსნიდან გადადის ასეთი შთამგონებელი მშვილდოსნიდან და მხიარული მშვილდოსნიდან, რომელიც ბევრ ამას იწყებს და იშვიათად ამთავრებს რამეს. გადადის სტრუქტურირებულ თხისქაში, თავის ეგზალტაციის ნიშანში და ნახოთ რას ველოდოთ და ვინ რას უნდა ელოდოს. ხო, ეს უბრალოდ ეს არ არის უბრალოდ ნიშნის შეცვლა, ეს არის თვითონ ცხოვრების რეჟიმის, მოქმედების სტილის შეცვლა და თითქოს სამყარო გეუბნება გეყოფა ამდენი ლაპარაკი, მიდი დაიწყე ახლა გასვლა შედეგებზე, იმიტომ რომ მარსი ეს არის ქმედება. პირველ რიგში ეს არის ქმედება. პირველ რიგში ეს არის, ხო, გარდა კუნთების ძალისა არის ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ქმედების ნებაა ეს. და ამიტომ მნიშვნელოვანი პლანეტაა, იმიტომ რომ მარსის გარშე არაფერი არ ხდება, ხო, ავდექი, დავჯექი, წავედი, ფეხი გადავდგი, სამსახურში წავედი, ყველგან მონაწილეობს ეს მარსი. გაგრძელეთ თუ გინდა, როგორ მშვილდოსანში როგორი იყო, შეგვიძლია ვთქვათ და ეხლა ზოგადად მარსი, როგორც ქალბატონმა ლიამ ახსენა, არის აქტიურობის, ჩვენი სოციალური მიზნების, ჩვენი ამბიციების პლანეტაც ნაწილობრივ. ნაწილობრივ, ხო, ამბიციების მიღწევის, ანუ კარგად უნდა გავუშვათ ამას ხაზე. ჩვენ გვაქვს სურვილები, გვაქვს ამბიციები, ხო, გვაქვს მიზნები, ანუ მარსი ეს არის დამხმარე ელემენტი, რომელიც გვეხმარება, რომ ამას ყველაფერს მივაღწევთ, გავაკეთოთ, ხო. ფეხი გადავდგათ რა, ფეხი რომ გადავდგათ. მარსი ითვლება, რომ ძლიერია, იმიტომ რომ თავისი ეგზალტაციის ნიშანშია მოხვედრილი და აქ მარსი ავლენს ყველა იმ თვისებას კარგად, დახვეწილად და ადეკვატურად, რაც მას სჭირდება, ხო? შესაბამისად, ამ პერიოდში ქმედებები იქნება უფრო მიზანმიმართული, უფრო პრაქტიკული და ამ პერიოდში შესაძლებლობა გვეძლება, რომ ისეთი რაღაცები წამოვიწყოთ, სადაც გვინდა რომ შედეგები დავდოთ. ანუ ბიზნეს საქმიანობებისთვის თან უკვე რეტრო მერკური გადავლილია. ისეთი საქმისთვის, სადაც ფიზიკური შრომის ჩადებაა საჭირო, ფიზიკური აქტიურობისთვის ზოგადად, არის ძალიან კარგი პერიოდი. ეს არის პერიოდი, როდესაც სამყარო გეუბნება, დაისახე კონკრეტული მიზნები და ნაბიჯ-ნაბიჯ დეტალურად მიყევი ამ მიზნებს და გადის შედეგამდე. ანუ აქ მშვილდოსანში მარსი, ანუ კარგ პოზიციად ითვლება, ეხლა მშვილდოსანს გადის, ხო? და ენერგიულია, აქტიურია, ბევრი იდეები აქვს, მაგრამ შედეგზე არ გადის, ხო? ანუ ბევრ რაღაცას მიედმოედება, მაგრამ ძალიან კარგი იქნება ამასთან დაკავშირებით, რომ თუ რამე გაქვთ დაწყებული, როცა მარსი მშვილდოსანშია, ხო, იმიტომ რომ მარსი, ანუ არასრული წელია ნიშანში, ხო? ეხლა ასე ხო არ ხდება, მარსი გადავიდა და მოდი მე ეხლა ამას დავიწყებ. ცხოვრობ ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, ხო? ხო, ცხოვრობთ რაღაცას ვაკეთებთ და ანუ ვიღაცას მშვილდოსანში აქვს რაღაცა დაწყებული და შესაბამისად თუ რამე მშვილდოსანშია დაწყებული კონკრეტული საქმე, ხო, რომელსაც ჯერ არ მიეცა ფორმა, ხო? ანუ თხისქაში უკვე ამას ან ფორმა მიეცემა და უკვე პირველ შედეგებს დაინახავთ, ან ეს დაიშლება საერთოდ. ანუ არასიცოცხლის ურანია იქნება, იმიტომ რომ მარსი ზოგადად თხისქა ვერ იტანს ქაოსს. ვერ იტანს და მშვილდოსანი ამ თვალსაზრისით ძალიან ქაოსური ნიშანია, იმიტომ რომ მშვილდოსანი არის ნიშანი ეს მინდა, ის მინდა, იქ მინდა, აქ მინდა, ასეთი ნიშანია, ბევრი მინდა, ყველაფერი მინდა და თხისქა ამას ვერ იტანს. შესაბამისად, თუ მშვილდოსანში გადაჭარბება მოხდა ამ ყველაფრის, ყველაფერი ერთად მინდა, თხისქა ხო ამას აუცილებლად ან დაამუხრუჭებს წერტილს დაუსვავს, ან სტრუქტურას მიცემს და ესე იგი სიცოცხლის უნარიანია და გააგრძელება. კონკრეტულად რა გინდა? მაგამოჩნდეს დაგისახავს. ხო და კონკრეტულად შედეგი მაჩვენე გეყოფა ამინდა-მინდას ყვირილი. ხო, ძალიან კარგი პერიოდია ზოგადად აი ფრთხილი მოქმედებებისთვის, გეგმების დასახვისთვის. იქ ახლა უკვე მნიშვნელოვანი პერიოდი გვაქვს იანვარიც, როცა მზეც თხისქაში შევა და იქ შეერთება იქნება მზე მარსის ციკლის დასაწყისი, მაგრამ ამას შემდეგ გადაცემაზე ვისაუბრებთ და ეხლა ზოგადად მარსი თხისქის ანალიზი გავაკეთოთ და როგორ გამოვიყენოთ ეს პერიოდი უფრო მაგაზე გავაკეთოთ აქცენტი.
ესე იგი, ვისთვის იქნება ეს მარსის გადასვლა თხის რქაში? შედარებით უკეთესი და ვისთვის იქნება შედარებით ინტენსიური? ახლა ცუდი არავისთვის არ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ გარკვეული სახის რეკომენდაციებს გავცემთ. კარდინალური, ხო, ვისთვის იქნება ინტენსიური, იმაზე ვილაპარაკოთ და პირველ რიგში კერჩხიბებისთვის. პირველ რიგში ოპოზიციური ნიშანი და ანუ ვისაც მზეყავს კერჩხიბში ამ პერიოდში ხო ანუ ეს 15 დეკემბრიდან 23 იანვრამდე ხო ანუ რაღაც მომენტში მარსი აუცილებლად გაივლის მზის ოპოზიციას და შესაბამისად ოპოზიცია კიდე არის ისეთი ასპექტი როცა ადამიანის ცხოვრებაში შემოდიან სხვა ძალები, გარე ძალები ვიღაცა შემოდის უპირისპირდება ვიღაცა და გარემოებები უპირისპირდება და ადამიანი გძნობს რომ ანუ აიძულებს გარემო რომ იმოქმედოს, აუძილე, ხო, ანუ ვიღაცა მომთხოვნი ადამიანები ხვდებიან, ან რაღაცა შეიძლება ვალდებულებების სიტუაციები აქვს, ხო, ანუ დაძაბული რაღაცა, დაძაბულობა, ბევრი სამუშაო ხდება. შეიძლება უბრალოდ აი კარიერულ სიტუაციებში სამსახურში იყოს გარკვეული სახის კონფლიქტები, იმიტომ რომ თხის რქას გადის მარსი, რაც მერე გირთავს ემოციაზე, ხო, განერვიულებს, გძაბავს ფსიქოლოგიურად. ხო, ანუ თუ ნახეთ, ანუ ეხლა ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, მაგრამ რადგანაც კონკრეტულად კერჩხიბებზე ვლაპარაკობთ, თუ კერჩხიბი მაგალითად ამ პერიოდში ჩაიკეტება თავის საზღვრებში, ეს აშკარად ნეგატიური სიუჟეტი იქნება. ანუ ამ პერიოდში ეს პერიოდი პირიქით იმისთვის არის, რომ ისწავლოს კირჩხიბმა შესვლა დაპირისპირებაში. ეხლა სწორედ გამიგეთ ეს სიტყვა დაპირისპირება. ანუ სპეციალურად კი არ უნდა შევქმნათ დაპირისპირება. სპეციალურად სამყარო გიქმნის. სამყარო გიქმნის ისეთ სიტუაციებს, რომ ვისწავლოთ ბრძოლა. ვისწავლოთ ბრძოლა და ამ შემთხვევაში გამოავლინო შენი თავი. კი არ ელოდო რაც სხვადასხვა კერჩხებს ხშირად ჩვევია, რომ ზის და ელოდება, აბა თუ მიხვდება, უნდა მიხვდეს ის. ხო, თან აქ აი ეს კარგი თქვით, უნდა მიხვდეს ის მეშვიდეველში ხდება კერჩხებისთვის მარსის შესაბამისად, ეს ურთიერთობებზე ახდენს გავლენას. ხო, ნუ ეგ ურთიერთობებზე და ზოგადად ოპოზიცია ასეთი ასპექტია, რომ ყოველთვის ურთიერთობებია, ყოველთვის გარედან შემოსული სიტუაციებია. შეიძლება კონკრეტული ადამიანი იყოს, შეიძლება რაღაცა უბრალოდ სოციუმი იყოს, სამსახურში ხო, არ აქვს მნიშვნელობა. ხო და აი ეხლა რას გეუბნება ეს ოპოზიცია და არ არის აუცილებელი რომ მარსი კონკრეტულად ზუსტად იყოს მზის ოპოზიციაზე. საკამარისია რომ ოპოზიციურ ნიშანშია. გეუბნება რომ შენ უნდა გამოავლინე შენი ნება, გამოავლინე შენი თავი, რომც იყოს ეს რთული. ანუ ნუ იკეტები შენ ჩარჩოში, ანუ მოჭერი ის კავშირები, რომელიც შენ არ გჭირდება, ანუ ნუ ელოდები რომ ვიღაცა მიხვდება შენ რა კარგი ხარ და რა კარგად ასრულებ შენ მოვალეობებს და დააფიქსირე შენი წესები ურთიერთობის სამყაროსთან. მაშინ ეს პერიოდი იქნება ძალიან კარგად გავლილი. აი ეს არის კერჩხიბებისთვის, რაც იქნება, იმიტომ რომ ძირითადად ეხლა მარსმა შეუქმნას დაძაბულ სიტუაციებს უქმნის კარდინალურ ჯვარს, კერჩხიბს ვერც სასწორს და ასე შემდეგ. მიდი ვერძისთვის რა იქნება თქვი? ხო, ნუ პირველ რიგში ვერძის და თხის რქის კვადრატურა ცოტა ხისტი კვადრატურა. ხისტია, ხო. ხო, აქ შესაძლებელია წავაწყდეთ გარკვეული სახის კონფლიქტურ გარემოებებს. ამ პერიოდში უნდა მოვერიდოთ აგრესიას, ამ პერიოდში უნდა ვაკონტროლოთ საკუთარი იმპულსები. განსაკუთრებით ჩვენ სამსახურში და კარიერულ სიტუაციებში და ჩვენს მიზნებში, იმიტომ რომ ვერძს თხის რქა უხდება მეათეველში. შესაბამისად, დაძაბულობა შესაძლებელია უფრო აი კარიერულ სიტუაციებში იყოს სამსახურში. ვერძი ამბობს, მე წავედი, თხის ქაეუბნება, ეს ბიჭო სად მიდიხარ? გეგმა სად არის? სად მიდიხარ? გეგმა სად არის? მერე მოძრაობა. კი, შეიძლება კონფლიქტები იყოს მაგალითად უფროსებთან, იმიტომ რატომ შეიძლება რომ იყოს კონფლიქტები უფროსებთან? იქ მარსი თხის რქაში გეუბნება რომ იყავი პასუხისმგებლიანი, მომთმენი. შენ თუ ესეთი არ ხარ და ვერძულად სულ სწრაფი ხარ, ყველაფერი გინდა მალე მიიღო, ხო, ანუ არ ხარ საკმარისად სტრუქტურული, ორგანიზებული დროსთან ვერ მუშაობ, იქ აუცილებლად კონფლიქტები გექნება მარსი თხის რქაზე იმ გარემოსთან, სადაც მუშაობ, ხო? ნუ ფრთხილად იყავით ექსტრემალურ სიტუაციებთან, რაც ვერძებს უყვართ, იმიტომ რომ ეს თხის რქაში მარსი მით უმეტეს ძვლებს მართავს და მოტეხილობების საფრთხე, ფიზიკური დაზიანებების საფრთხე უფრო მაღალია ხოლმე და შესაბამისად
ამ პერიოდზეც უფრო მეტად სიფრთხილე მოგვეთხოვება. ხო, მოგეთ ამ პერიოდში უნდა მიიღოთ ის ხისტი სტრუქტურა, რომელსაც გთავაზობენ გარედან. ნახეთ, ანუ თუნდაც იმიტომ რომ მართლაც ახლა თქვენთვის ეს მიათეველია და შეიძლება სხვადასხვა სახლში მოხდეს კონკრეტულ რუკაში და მაგრამ ყველა შემთხვევაში რა თემაც არ უნდა იყოს, სამსახური იქნება, შეიძლება ოჯახი იყოს, შეიძლება პარტნიორული ურთიერთობები იყოს, შეიძლება ფინანსები იყოს, არ ვიცით კონკრეტულ რუკებში სხვადასხვა ადგილებს მოხდება, მაგრამ სადაც არ უნდა მოხდეს, გთავაზობს ხის სტრუქტურას. ნახეთ, გთავაზობს გეგმაზომიერებას, გთავაზობს იმას, რომ ერთ პროექტში ჩადო შენი ენერგია და არა 5 პროექტში. ხო, ანუ მუშაობდე სტატუსზე და შედეგზე და არა ადრენალინზე. და რა თქმა უნდა, პატივისცემა გამოიჩინო თამაშის წესებთან, რა მიიღო ეს თამაშის წესები. ხო, ამას თუ ვერძი გაუძლებს, ხო, ძალიან კარგ შედეგზე გავა, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ თხისქის და ვერძის კომბინაცია მიუხედავად თავისი სიხისისწისა არის ძალიან შედეგიანი კომბინაცია. იმიტომ რომ ძლიერი სტრუქტურა და ძლიერი ენერგია, რომელიც ამ სტრუქტურაში შემოდის და თუ არა და მაშინ დაიწვევით, თუ არა დაიწვევით მაშინ, ხო? თუ არა და თუ კარგად წახვედით, ხო, ანუ ძალიან კარგი იქნება ძალიან ინტენსიური მუშაობის პერიოდი, ეს პერიოდი, ხო? ძალიან ხანგრძლივი პერიოდიც არ არის რა და ამიტომ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ ძალიან კარგ შედეგებზე გახვალთ. ხო, ეხლა სასწორისთვის. ნუ სასწორებსაც კვადრატში უდგება. მარსი აქ ცოტა სხვა თემებს გვეუბნება შედარებით, მაგრამ აქაც გარკვეული სახის კონფლიქტები განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლებელია იყოს, ოჯახურ ურთიერთობებში შესაძლებელია იყოს. აი პატარ-პატარა გაურკვევლობები, რაც აქამდე დაგროვებული იყო, რაც აქამდე მოუგვარებელი იყო, ეხლა სასწორებისთვის მარსი დგება მეოთხე ველში, ხო? ურთიერთობებში შეიძლება გამოიხატოს ეს. აი აქამდე რაღაცეები გაწუხებ და რაღაცეებს არ ამბობდი, ეხლა შესაძლებელია უფრო აქტიურად თქვა. ჩხუბი დაიწყო ამაზე მარტივად რო ვთქვა, მით უმეტეს სასწორებს ახასიათებს კომპრომისულობა, მოთმინება. ხო, უყვართ ყველაფერი, არ დაირღვეს. ხო, ლამაზად უყვართ ყველაფერი, ანუ კონფლიქტოთ. უყვართ ყველაფერი და აქ კიდე ვარდებიან ისეთ სიტუაციებში, როცა მეტი სიხისტე უნდა გამოიჩინონ, ხო? მეტი სიხისტე და მეტი ანუ მარს თხისქაში ყოველთვის გამოაქვს, როგორი თემა, ვალდებულებების თემა გამოაქვს რა. ეხლა პრინციპში სასწორიც არ არის ის ნიშანი, რომელმაც არ იცოდეს რა არის ვალდებულება, ეხლა სატურნის ეგზალტაციის ნიშანია, ხო? მაგრამ აქ უფრო მეტად გამოაქვს, უბრალოდ იცით რა არის, ანუ პრობლემა მათ რაშია, სასწორს არ უყვარს დატვირთვა. ანუ ენერგია ცოტა აქ არ უყვარს დატვირთვა და მარსი თხისქაში თავაზობს დიდ დატვირთვებს, გადატვირთვებით მუშაობას თავაზობს ამ პერიოდში. თან ეს არ არის აუცილებელი, რომ ან კარიერულად იყოს მაინც და მაინც ან ოჯახში ნებისმიერი თემა შეიძლება იყოს, მაგრამ გადატვირთვათ, ანუ გძნობს სასწორები მაგ დროს, რომ წნეხის ქვეშ არიან და ან აიძულებენ რომ მიიღონ ხისტი პოზიცია და აიძულებენ რომ იმოქმედონ, რაც თავარია. იმიტომ რომ კვადრატი განსხვავებით ოპოზიციისგან ყოველთვის ქმედების ასპექტია და ყოველთვის შინაგან დაძაბულობას ბადებს კვადრატი. თუ ოპოზიცია ღია დაპირისპირებას ბადებს, კვადრატი არ ბადებს ასეთ ღია დაპირისპირებას. ის ბადებს შინაგან დაძაბულობას, რომელიც უნდა გამოიხატოს მერე ქმედებაში. უნდა იმოქმედოს ადამიანმა. არ მიცემენ საშუალება და სასწორს კიდე უჭირს ეს, ნახეთ, უჭირს გადაწყვეტილების მიღება. აი, ეგ პრობლემა აქვს სასწორს, რომ გადაწყვეტილების მიღება უჭირს. არჩევანი არ უჭირს. თავის სურვილის გამოთქმა არ უჭირს. ქმედება უჭირს, ნების გამოხატვა და აი ეს კონფლიქტი ზუსტად ამაზეა, რომ ისწავლე, შენ თუ გინდა რამეს მიაღწიო, ხო, სტრუქტურულად ჩამოაყალიბო ის თემა, სადაც გიხვდება ეს მარსი, ხო, მაშინ ისწავლე შენი ნების გამოვლინება. ამაზე არის ლაპარაკი, ხო. ნუ მოკლედ, ნუ შეგვიძლია ვთქვათ, იცი რაზე ვილაპარაკოთ? თხისრქები? თხისრქები ხო თქვის, კაი. ნუ თხისრქებისთვის, ახლა მარსი თხისრქებთან შეერთებაზე მოვა, ხო, ტრანზიტული მარსი. ეხლა აქ ეს ჰარმონიული იქნება შეერთება თუ უფრო დაძაბული იქნება, დამოკიდებულია მზის ხასიათზე, ეხლა მზე თუ პლუტონის კვადრატზე გვაქვს, შეიძლება უფრო ინტენსიური პერიოდი იყოს, თუ იუპიტერის ტრინზე გვაქვს, შეიძლება იმ ქმედებებმა რაღაცა სოციალური გაფართოება მოგვცეს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მარსი ამ პერიოდში გვაძლევს ძალას და ენერგიას.
ანუ ნების გამოვლინების უფრო აქტიურ საშუალებებს და შესაძლებლობებს. შესაბამისად, ეს პერიოდი კარგია გააქტიურებისთვის, ენერგიის ჩადებისთვის იმ საქმეებში, სადაც გინდათ რომ შედეგები დადოთ. ანუ უფრო თავისუფლები ხართ მოქმედებაში. ის ადამიანები, ვისაც ძალიან გამოკვეთილი გაქვთ თხის რკამზე, მერკური ასცენდენტი თუ ყავთ თხის რქაში, უფრო აქტიურად შეგიძლიათ გააკეთოთ ის საქმეები, რასაც აქამდე სიტყვაზე ვერ აკეთებდით, საქმე ბოლომდე ვერ მიყავდათ, რაღაც დაბრკოლებები გხდებოდათ. ამ პერიოდში უფრო მეტად გრძნობთ გამძლეობას, უფრო მეტად გრძნობთ ძალას, უფრო მეტად შემართებით ხართ, უფრო მოზღვავებული ენერგია. ნეგატიურ ვარიანტში შეიძლება იყოს კონფლიქტები, შეიძლება იყოს მოზღვავებული აგრესია, შეიძლება იყოს დაძაბულობა და ასე დროს კარგია ფიზიკური აქტიურობა, აი ფიზიკური ვარჯიში, როცა მარსი ნეგატიურად გირტყავს, ძალიან სწორად ტვირთავს ხოლმე ამ ასპექტს. ფიზიკა ზოგადად მიწის სტიქიაში როცა არის, ხო ფიზიკას ტვირთა. ზოგადად როგორ გადავიდეთ ყველასთვის ახლა, ნუ ამ 4 ნიშნის განსაკუთრებულად და ზოგადად ყველასთვის როგორ გადავიდეთ ამ მარსი-თხისქის ენერგიაზე. ნახეთ, როგორ ვიგრძნოთ ეს ენერგია. ნახეთ, ძალიან მარტივად შეიძლება ამის გაკეთება. ანუ ამოერჩიეთ 1-2 საკვანძო საქმე თქვენთვის და იმას მიაწექით იმ საქმეს. ან გეგმა შეადგინეთ, ზუსტი გეგმა თქვენი მოქმედების, ხო? ანუ აი ეს ნაბიჯები გაწერეთ. ან ყოველდღე რაღაცა დაისახით და რაღაცა ნორმა შეასრულეთ ყოველდღე. ან ეცადეთ რომ აი ეს ემოციებისგან განკერძოვდეთ, ემოციური ხმაური მოიშოროთ. ხო, ან კიდე ყოველ ჯერზე დავუშვათ აფიქსირეთ შედეგი, რა შედეგზეც გადიხართ და მაშინ ანუ შეიძლება ფენომენალური შედეგი მოიტანოს. ზოგადად ძალიან კარგი პერიოდია, ფენომენალური რესურსია ეს, აი დავუშვათ ბიზნესის დაწყებისთვის, იგივე საქმიან დოკუმენტებთან მუშაობისთვის, კარიერული ზრდისთვის, გამოცდებისთვის, მომზადებისთვის, რა ვიცი, რემონტი მშენებლობისთვის, ხანგრძლივი პროექტების დაწყებისთვის და ასე შემდეგ, სტატუსის გაფორმებისთვის და ასე შემდეგ. თან ახლა ეს სატურნის უკვე გასწორდა, მერკურიც სწორდება და კარგი პერიოდებია. ანუ დავამატებთ კიდე იმას, რომ ნუ შედარებით უკეთესი პერიოდი ეს მარსიანულ ენერგიას, ვინც უფრო პოზიტიურად იგრძნობს, იქნებიან ასევე ქალწულები და კურუები, ვისთვისაც ეს ენერგია უფრო ბუნებრივი იქნება და მორიელებსაც და თევზებსაც გარკვეული სახის შანსები გარედან მიეცემათ, რომ ის თავიანთი ფანტაზიები, ის თავიანთი რაღაცა სურვილები რეალობაში უკვე განახორციელო. იმიტომ რომ სექსტილზე დგება მათთან ეს ტრანზიტული მარსი. და ნუ სიმბოლურად კიდე მარსი არის კაცები. ხო, და კაცები, ანუ მარსით შეგვიძლია ვთქვათ, ზოგადად სამყაროში კაცების მდგომარეობა, აი ზოგადად, ზოგადი ფონი კაცების, ხო, კაცები გახდებიან უფრო სტრუქტურირებები, უფრო საქმიანები, ხო, თუ მშვილდოსანში უფრო მეტად ერთობოდნენ, ეხლა უფრო მეტი პასუხისგებლობა, ამიტომ ეს ქალებმა შეგვიძლიათ, რომ ეს პასუხისგებლობის ეხლა ესეთი ენერგია რო არის, გამოვიყენოთ და თუ გვინდა რაღაცას გავაოფიციალუროთ, გავაკეთოთ, ხო, შეგვიძლია ამ პერიოდში ზუსტად მივმართოთ. ან აქამდე რაღაცა რემონტი ქონდა გასაკეთებელი და არ ანგრევდა რაღაცას, არ აკეთებდა, ხო, შეგიძლია ახლა უფრო მეტი ის კონდეს სურვილი, რომ აი გააკეთოს რაღაც ფიზიკურად. ხო. ანუ ან მაგალითად, ნუ დავუშვათ გინდა რომ ნუ ეხლა ძალიან ისეთი ის არის, დავუშვათ გინდა რომ გააფორმო ურთიერთობები. როცა სანამ მარსი მშვილდოსანში იყო, არავინ არ იყო მაგის ხასიათზე და ეხლა თუ ეს თემა გააქვთ, ხო, შეგიძლიათ, ხო, უკვე მზად არის მამაკაცი, რომ პასუხისგებლობა აიღოს თავის თავზე. ნუ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ინდივიდუალური რუკებიდან უნდა ვნახოთ, მაგრამ ზოგადი განწყობა არის ასეთი. აი ასეთია ჩვენი მარსი თხისქაში, მე მგონი ყველა თემები დავაჟღერეთ, ხო. ნუ ამ დაგვემშვიდობებით დავასრულებთ ამითი და შემდეგ შეხვედრამდე.